ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობაზე ახალი ხიდი მოეწყობა. საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის. რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ინფრასტრუქტურის საიმედობასა და მდგრადობას. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება. კახეთის რეგიონში სამელიორაციო საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთ ძირეულ და მნიშვნელოვან რეგიონს. სწორედ ამიტომ მელიორაციას აქვს კახეთის რეგიონში ბევრი პროექტი წელს გასახორციელებული და დაგეგმილი. ამჟამად ვიმყოფებით ერთ-ერთ ობიექტზე, რომელიც წარმოადგენს ილტოს სათავეს ნაგებობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილია სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობთან ხიდის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი არა მარტო წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ნაწილი, არამედ იგი ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ამ ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად ხიდის შუალედი და განაპირა ბურჯების რეკონსტრუქციას, გამაგრებას და სავალი ნაწილის მთლიანად შეცვლას. ამორტიზირებული ძველი რკინაბეტონის კოჭები იცვლება ახალი რკინაბეტონის კოჭებით, რაც მთლიანად აუმჯობესებს ამ ხიდის მუშაობას.